უამინდობამ პრობლემების შექმნა ფოთში, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ზიანი მიადგა საქალაქო ინფრასტრუქტურის ნაწილსაც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მთავრობა რაცაც აკეთებს, დაუნახავი უნდა იყო ადამიანი. ძალიან კარგი გაკეთებულია. ცოდვას ნახდათ ვერ ვიტყვით ვერც ერთი. ყველაფერი ძვირფასი გაკეთებულია, მაგრამ აი იქ უნდა გათვალისწინება. ის ხურდება. რაც ახლა კაჩავს ხო სატუმბავი იგი ხურდება. ხო და ვერ უძლებს. მთელი ქალაქი აქეთ მოდის. მე არის ისეთი პრობლემაც რომ სხვაც ვერ ღებულობს ამ წყალს. ახლა ყველაფერი ერთმანეთში ხო უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ იმას უნდა, მართლა უნდა საკაჩავს დამატება ერთი იმის. რომ ის დაისვენებს, ის ამუშავდება. სტიქიამ ზარალი მოგვაყენა, გაგვიქუჩდა ტექნიკა, ოთახებში წყალი შემოვიდა, გაგვინადგურდა რაღაცები. უბრალოდ რა არის იცით, სულ იტბორებოდა ეს ქუჩა, სულ და ჩვენი სახლიც სულ იტბორებოდა, მაგრამ ასეთი სტიქია არ მახსოვს არასდროს. აი ეს, აი არ ვიცი უბრალოდ რა ვთქვა. კი ის არალი მოგვაყენა, მაგრამ ახლა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ აი ამ ხიმის ბრალია. უბრალოდ სტიქია და სტიქიას გვერდს ვერავინ ვერ აულის. მოთხოვნა უფრო მეტად ის არის, რომ ცოტა ყურადღება მაინც მიაქციონ და დაგვეხმარონ, რომ აი ეს წყალი როგორმე, ანუ ოთახებიდან, თუნდაც იქიდან რა ცოტა ამოვიტრუმბოთ რა. ანუ ჩვენი ფიზიკურად ვერ ვაკეთებთ ვერაფერს. ფოთის მერიის ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები ქალაქის სხვადასხვა უბანში აქტიურად მუშაობენ სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და სამუშაოები შემდგომი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ფოთში სამწუხაროდ ბოლო დღეებში არსებული უამიტობის გამო, ქარის გადაუღებელი წვიმების გამო ზიანი მიადგა როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სახლების ნაწილს. გარკვეული ტერიტორიები დატბორილია. ჩვენი სამსახურები იქ სადაც შესაძლებელია რეაგირების მოხდენა აქტიურად მუშაობენ და შემდეგი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება ეს სამუშაოები. სამწუხაროდ მოსალოდნელია შემდეგ დღეებშიც უამიტობის გაგრძელება. ჩვენ ასევე პარალელურად ვახდენთ ზიანის აღწერას და კერძო პირებს, რომელსაც ზარალი მიადგა, აუცილებლად უსწრაფესად იქნება კომპენსაციებიც გაცემული, ისევე როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, მაგალითად მალთაყვის სანაპიროსაც შტორმის გამო გარკვეული ნაწილი დაზარალებულია და ამ ყველაფერს მალევე აღვადგენთ, ისევე როგორც გაგრძელდება ყველა სამუშაოები, რაც უკავშირდება მაგალითად სანიაღვრე არხებს, თუ იმისათვის რომ მომავალში მსგავსი რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, თუმცა ასეთი ამინდის პირობებში ფაქტიურად შეუძლებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა არ ღებულობს წყალს, ისევე როგორც მდინარე, ყველა სატუმბის სადგური ჩართულია და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურ სამუშაოებს იმისათვის, რომ შესაბამისი დისკომფორტი მალევე აღმოფხვრათ. ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო სამხსნელო პროცესი შეჩერდა, რადგან სტიქიის შედეგად დატბორილია ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულების ფუნქციონირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე შეჩერდა სკოლამდელი სამხსნელო დაწესებულების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.